საღამომშვიდობისა დღეს უწყოთი პროტესტის 326 დღეა. ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილები ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს საკმაოდ ცივი და წვიმიანი დღე იყო ბათუმში, როგორც წესი ასეთ დღეებში ცოტა ხალხი მოდის ხოლმე საპროტესტო აქციაზე და არც დღევანდელი დღე არ გამოირჩევა მრავალი რიცხოვნებით. დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე იმ მხრივ, რომ პატიმრობიდან, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი და ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახეთ კადრები. გთხოვთ არ ჩამეხუტოთ, მხოლოდ დაჯდომა მინდა. ეს იყო ნინო დათაშვილის სიტყვები, რომლითაც როცა ის გამოვიდა, როცა მან დატოვა რუსთავის ქალთა ციხე, ეს იყო მისი სიტყვები. ნინო დათაშვილი მწვავე ტკივილებით მას ხერხი მალი აქვს დაზიანებული, ასევე კისრის მალები მწვავე ტკივილებს განიცდიდა და ეს ფაქტორი გაითვალისწინა პროკურატურამ მას შემდეგ, რაც მიმართა სასამართლოს დღეს და მოითხოვა საპატიმრო გირაო დაახლოებით 8 წუთში შეუგროვეს გირაოს თანხა მოქალაქეებმა ნინო დათაშვილს. მარიამ ქაჯაიას ვხედავ აქ, რომელსაც ვკითხავ ნინო დათაშვილთან დაკავშირებით. მარიამ, გამარჯობა. დღეს ნახეთ, როგორ მოიქცა პროკურატურა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდი სოლიდარობა გამოხატა ნინო დათაშვილისადმი. პროკურატურამ მოითხოვა გირაო. თქვენთვის რას ნიშნავდა ეს გირაო? ეს ხო რაღაც შერბილება, საჩუქარი, თუ შეიძლება ასე ვთქვას, თუ აი რა, როგორ შეაფასებთ პროკურატურის დღევანდელ ქმედებას? ანუ საზოგადოების დიდი აღშფოთების, რომელიც მან გამოხატა, ამის დამსახურება პროკურატურა არ არის ხოლმე გულისხმიერი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ისინი ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც ემსახურება რა თქმა უნდა რეპრესიებს, სამართლიანობის აღდგენასთან, ამსახურებასთან ამ უწყებას არაფერი კავშირი არ აქვს ბოლო დროს, ისევე როგორც სხვა უწყებებს, თუმცა ჯერ კიდევ ახერხებენ საზოგადოებრივი ჯგუფები მასზე გავლენის მოხდენას. ნინო დათაშვილის გათავისუფლება ძალიან გამიხარდა და ყველას მიხარია. არ ვიცი, ადამიანს აწამებდნენ ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად, ის განიცდიდა წარმოუდგენელ ტკივილებს და მაშინ, როდესაც საზოგადოების აღშფოთებამ პიკს მიაღწია, შეიძლება ითქვას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. მოკლედ პროკურატურამ გადმოდგა ეს ნაბიჯი. შეიძლება ითქვას ისიც, რომ შეიძლება რაღაც თეორიულად ითქვას, არც აწყობდეთ ძალიან მძიმე შემთხვევები მოხდეს. ერთის მხრივ ნინო დათაშვილი სასამართლოში მანდატურების მხრიდან ჩადენილი უსამართლობებზე აღშფოთების გამო დაიჭირეს. ხო, ეს მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ. ვიცით, ის უსამართლო პატიმარია, სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარს ასეთი მძიმე რამ დაემართოს, როგორიც არის მოწყდეს, რაღაცი იმედი მაქვს მოვახერხებთ საზოგადოება ისევ ნინოს გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ მიყენებული ზიანის რეაბილიტაციაში და ასეც უნდა მოხდეს. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დავტოვოთ ადამიანი იმ გაჭირებაში, რაც მას დამართა რეჟიმმა.
წარმოუდგენელია ჩვენ ნინოს ბოლომდე უნდა დავუდგეთ და იმედიც მაქვს ამის, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა წუთებში აგროვებული თანხა ამაზე მეტყველებს ის რაც უნდა რომ წაშალოს ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხალხში, რომ არ უშემოდგებოდეთ ერთმანეთს, არ შეგვეძლოს ერთმანეთის მხარდაჭერა, ამას ვერ ახერხებს და პირიქით. ნინოს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა და ამის დასტურია ისიც, რომ მისთვის საჭირო გირაოს თანხის ასაკრებად ყველანი მზად იყვნენ. არ ვიცი კიდევ რა შეუძლია გითხრათ. ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ როგორ ხედავთ როგორც მოქალაქე რა გზავნილია ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას გულისხმობ, რომელიც ტექნიკურად არის მართველი ძალაა, ხომ? ამ ქვეყანაში, როდესაც აი ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე მიყავს პატიმარი ქალი ციხეში, მაშინ როდესაც 4 თვიანი ციხეში და არც ერთ ეტაპზე არ იყო ოდნავი საფრთხეც კი რომ ანუ ლოგიკური დაშვებაც კი რომ მას შეეძლო რაიმე გავლენის მოხდენა მოწმეებზე ზემოქმედება. არა მარტო ნინოს, არამედ სხვა პატიმრებსაც ბევრ кейსში არის ასეთი შემთხვევა, რომ ყველაფერი მეტყველებს, რომ მოწმეები არათუ გაიქცევიან ან არ ვიცი შეაცვლევინებენ ვიღაცას ჩვენებს, მათ ამის ძალა არ შესწევთ. ისევე როგორც მაგალითად მზიას პატიმრობა არის, ხო? სრულიად არალოგიკური, უსამართლო, არაჰუმანური მზიასაც ჯანმრთელობის მძიმე მხედველობის დაზიანება, ხო? მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ მოსამართლეები, პროკურორები, ასე შემდეგ, რაც შეიძლება დიდხანს ტანჯონ ადამიანები იმის მორალურად გადახონ სხვას, ვისაც მაგალითად რაღაც აწუხებს, გაუფრთხილდეს თავს და ანუ ყველას რაღაც აწუხებს, ხო? და იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად ხერხემლის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, ეუბნება, რომ არ მოხვიდე აქციაზე, არ მოხვიდე სასამართლო პროცესზე სხვა პოლიტპატიმრის მხარდასაჭერად, იმიტომ რომ მე იქ რაღაცა პროვოკაციას მოგიწყობ და შემდეგ დაგდანჯავ, ანუ და ვიცით როგორ დაგდანჯავთ, ხო? აგერ ქრესტომათიული შემთხვევაა ჩვენს თვალწინ არაჰუმანური მოპყრობის, რაც ნინო დათაშვილს დამართეს. ანუ გვეუბნებიან ამას დაგმართებთ. ხედავთ ნინო რა მდგომარეობამდე მივიყვანეთ, ეს იქნება თქვენი ყველას ბედი, რომ შეშინდე, რომ აღარ გააპროტესტო. მაგრამ რა თქმა უნდა გრძნობთ. ანუ და ძალიან ადეკვატურია რომ ამას უგრძნობდეთ, მაგრამ ასევე სხვა განცდებიც გვეუფლება, რაც არის უსამართლობის წინაშე ხმის ამოღების შინაგანი ვალდებულება, მორალი, ეთიკა და კიდევ კაი ეს ყველაფერი ჯერ ცოცხალია. მადლობა, ეს ყო მარიამ ქაჯაია საუბრობდა ნინო დათაშვილის შესახებ და ვხედავ ქეთი დოჭვირს, რომელსაც კითხავ ნინო დათაშვილთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება 4 თვე წინასწარ პატიმრობაში გამოკეტოს პროკურატურამ მასწავლებელი ქალი, რომელიც რეალურად არანაირი დაშვება არ არსებობს, გონივრული ეჭვიც კი არ არსებობს, რომ მას შეუძლია ისეთი ძლევამოსილი, ასე ვთქვათ, სტრუქტურის წარმოადგენლებზე ზეგავლენა, როგორც არის მაგალითად მანდატურის სამსახურის უფროსი, ჩვენ ვიცით, რომ მათ ხელისუფლებამ განუზომელი ძალაუფლება მიანიჭა, როდესაც საქმე ეხება პროტესტის მონაწილეთა ახლობლების და გულშემატკივრების დაწიოკებას. ანუ ნინო დათაშვილთან მიმართებაში რაც ხდებოდა ზოგადად ამდენი თვის განმავლობაში და დღესაც რაც ნახეთ, ეს არის ჩვეულებრივი წამება ადამიანის, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და იმის გამო, რომ უსამართლოდ ამდენი ხნით გამოამწყვეტეს ციხეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ისეთი მძიმეა, რომ არავინ იცის
შეძლებს თუ არა განკურნებას, იმიტომ რომ ის დაავადება რაც აქვს არის ძალიან მძიმე და არის საკმაოდ რთული მისი მკურნალობა, რაც სავარაუდოდ ძალიან დიდ დროსთან და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. გარდა იმისა, მორალურად და ფიზიკურად რა ზიანიც მიადგა მთელი ამ თვეების განმავლობაში აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანს, ისევე როგორც აბსოლუტურად ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს, რომლებიც უკვე ამდენი თვეა ციხეში არიან. მე მჯერა, რომ უბრალოდ არ დარჩება არც ერთი დანაშაული დაუსჯელი და ყველა პასუხს აგებს იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რაც პოლიტიკურ პატიმრებს მიაყენეს ამ თვეების განმავლობაში და პოლიტიკურ პატიმრების რიცხვი სამწუხაროდ ყოველდღიურად იზრდება და ეს მასშტაბი შესაბამისად იზრდება ამ ბოროტების და ჩვენ თუ არ შევაჩერეთ, უბრალოდ ამას დასასრული არ ექნება ესე მარტივად, იმიტომ რომ დაუსრულებელი პროცესი არის. პარალელურად გრძელდება დაკავებები იმ დემონსტრანტების, ვინც რუსთაველზე გადის აქციაზე პირბადე უკეთია ან გზას კეტავს. თქვენ ხართ აქციის პროტესტის აქტიური მონაწილე და ყოველთვის არსებობს ეს პოტენციური საფრთხე, რომ იგივე მოხდეს ბათუმშიც, მიზეზი არ ჭირდებათ. რას ფიქრობთ, რამდენად ახდენს გავლენას ეს რეპრესიული კანონი პირადად თქვენზე? გეშინიათ თუ არა ანუ ამ საფრთხეების შესახებ თუ შეგიძლიათ საუბარი? ნუშიში ჩვენი ყოველდღიური თანხლები გრძნობა არის, მაგრამ რაღაც სხვა შიშები არსებობს, რომლებიც უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი თუნდაც აქციაზე დაჯარიმების ან დაპატიმრების შიში, იმიტომ რომ საბოლოოდ როცა ადარებ იმ საფრთხეებს, რაშიც ცხოვრობთ და რაც გველოდება, ანუ განუზომლად დიდი არის ის საფრთხეები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების, ან უბრალოდ საზოგადოების თავს ხდება, ხო? ანუ ძალიან მასშტაბური შიშია იმისთვის, რომ ყოველდღიურმა შიშებმა იმოქმედოს გავლენა, თუმცა რუსთაველის პროტესტი განსხვავდება ბათუმის აქციებისგან, იქ გასვლა კიდევ უფრო დიდ სიფრთხილეს და კიდევ უფრო დიდ გამბედაობას მოითხოვს. ამიტომაც ეს რეპრესიული მეთოდები ნაწილობრივ მუშაობს, ნაწილობრივ არ მუშაობს. მაინც უამრავი ადამიანი არის, რომლებიც ყოველდღიურ გმირობას იჩენენ და მაინც წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმს, თუნდაც მცირერიცხოვანი ან მრავალრიცხოვანი აქციების კუთხით. რაც კარგი მოიტანა ამ რეპრესიებმა, ბოლო დღეების რეპრესიებმა არის ის, რომ ჩემი დაკვირვებით უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აქციებზე გადის, ანუ რაღაც პასუხისმგებლობაც გაიზარდა აქციებზე დგომის და ადამიანებმა დაინახეს თავიანთი მნიშვნელობა, რაც ძირითადად ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად განხილვის საგანი იყო, ადამიანები ვერ ხედავდნენ თავიანთ როლს გარეთ. და ასევე ვინ დგას რუსთაველზე ამ დაჭერილი ადამიანების სიამ ძალიან ისეთი ხელშესახები გახადა, რომ დგას. კი, ანუ ფაქტია, რომ გავართ გარეთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები, ყველანაირი პროფესიის, ყველანაირი განათლების, არ ვიცი, ყველანაირი ბექგრაუნდის, ბოდიში ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე, მაგრამ აი მრავალფეროვნება არის ჩვენი პროტესტის ყველაზე დიდი უპირატესობა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ისე კონკრეტული ჯგუფების აქცია, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი პირადი საფრთხეები არის ძალიან მაღალი, ხო? ანუ და ჩვენი მომავალი არის ძალიან დიდ საფრთხეში. ოღონდ არა უბრალოდ რაღაც ისეთი ზოგადი და ისეთი აღმატებულ ხარისხში რომ ვილაპარაკოთ რაღაც თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე, ანუ გაცილებით მეტი რაღაცა არის საფრთხეში, იმიტომ რომ ყოველდღიური არსებობაც უკვე არის საფრთხეში ჩვენი ნებისმიერის, იმიტომ რომ ცხოვრობთ აბსოლუტურად უკონტროლო ქაოსურ გარემოში, სადაც არავინ არ არის ჩვენი დამცველი ერთმანეთის გარდა და
მე მგონია რომ ეს პროტესტი იმითიც არის ყველაზე გამორჩეული რომ ჩვენ ვიცით რომ ერთმანეთს არ მივატოვებთ მინიმუმ ეს სოლიდარობის გრძნობა არის ძალიან ძლიერი და მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი ძალა და ის რწმენა რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა თუ ასეთივე შემართებით და სოლიდარობით გავაგრძელებთ აქციებს უბრალოდ ამ პროტესტის მნიშვნელობა მაინც ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს ვინც მანამდე ძილდა გარეთ პერიოდულად ან ხედავდა რა ხდებოდა ჩვენს გარშემო და უშუალოდ ჩვენ მიმართ მე მგონია რომ ეს რაოდენობა ადამიანების არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ცოტა ადამიანის დაშლა შეშინება ტერორში ყოფნა არის უფრო მარტივი და გაცილებით რთულია გაუმკლავდეს ნებისმიერი რეჟიმი 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს ამიტომ ჩვენი გადარჩენის გზა მგონია რომ არის ჩვენს სიმტკიცეში გამბედაობაში და ხალხმრავლობაში ანუ ეს არის ყველაზე მთავარი რაც ჩემი აზრით გადაგვარჩენს ძალიან დიდი მადლობა საუბრობდა ქეთი დოჭვირი და ასე გაბუნიასხედა რომელსაც ასევე კითხავ აზა გამარჯობა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ მინდა გკითხოთ დღეს თუ ნახეთ ნინო დათაშვილის ციხიდან გამოსვლის კადრები და თუ მოისმინეთ ის სიტყვები რომელიც მან თქვა ხადია რას მეტყოდით ხო პირველ რიგში მივულოცავდი ნინო დათაშვილს მთელ საქართველოს იმიტომ რომ მე პირადად მთელი ღამე არ მიძინია იმიტომ რომ დღეს ველოდებოდი ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესს ეყო გამბედაობა პროკურატურას და მიიღო გადაწყვეტილება იმდაგვარი რომ ლამის სასიკვდილოდ გადადებული ადამიანი რომელსაც საშინლად შერყეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელსაც დაახლოებით 2 მეტი თუ არა ოპერაცია ელოდება წინ ფაქტიურად ჩვენ ნახეთ კადრები ხო ის კოჭლობით გამოდიოდა ვერ მოძრაობდა საკუთარ მეგობრებს ეუბნებოდა რომ არ ჩამეხუტოთ პროცესებზე ტიროდა და ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ რამოდენიმე თვის წინ როდესაც ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყავდათ სწორედ იმ მიზეზით რომ ის გამუდმებით ტიროდა საკანში და გადაწყვეტეს რომ მას ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა არა და ადამიანის სინამდვილეში განიცდიდა ძლიერ ტკივილებს კისრის ხერხემლის წელის და ასე შემდეგ ანუ ფაქტიურად ამ რეჟიმმა პოლიციამ სასამართლომ და მმართველმა პარტიამ გადაწყვეტა რომ ადამიანები რომლებიც მათ ეწინააღმდეგებიან წამებისთვის გაწირონ ასევე წამებისთვის ყავთ გაწირული მზია ამაღლობელი რომელიც თითქმის ნახევრად დაბრმავებულია საკანში და ალბათ ელოდებიან როდის დაბრმავდება საბოლოოდ რომ ასაც იგივე ტიპის მასის შემთხვევაშიც იგივე გადაწყვეტილება მიიღონ. ხო, ნუ ეს ეხლა ალბათ უხაცები ვინც მოისმენს იტყვიან რომ უმადურები არიან, რასაც ითხოვდნენ ის შესრულდა, ეს ადამიანი არის თავისუფალი ამდენი თვის შემდეგ, მაგრამ შეუძლებელია ვიყოთ კმაყოფილები, იმიტომ რომ მადლობელი ვარ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ ამ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, ამ ადამიანს შეუწყავს ეს ჯანმრთელობა, მისი კონსტიტუციური უფლება, რომ იცოცხლონ და იყოს ჯანმრთელად. აქვე 4 თვის განმავლობაში პროკურატურა ვერ ასაბუთებდა რა საფრთხე არსებობს, რომ ის ყოფილიყო ციხეში. ჩვენ ნახეთ ხო იგივე მზიამაღლობლის, ნუ რა თქმა უნდა, ხა ამ ორ ადამიანზე მითხო საუბრობ, ჩვენთვის გაცილებით მტკივნეულია ერთი, იმიტომ რომ ქალები არიან და მეორე, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი გარემოება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავეები, მით უმეტეს სისხლის სამართლის დამნაშავეები და ჩვენ ნახეთ ხომ მზიამაღლობის შემთხვევაში მთელი 8 თვის განმავლობაში მზიამაღლობელს ედავებოდნენ ერთ მუხლით და საბოლოო ჯამში გადაუკვალიფიცირეს და მხოლოდ შეურაცხყოფა ჩაუწერეს და მაინც დატოვეს 2 წლით პატიმრობაში. მაგ შემთხვევაში პროკურატურა მთელი 8 თვის განმავლობაში, რასაც ამტკიცებდა, ფაქტიურად საკუთარი მტკიცებულებების უარყოფა მოუწია
და გადააკვალიფიცირა სასამართლომ. ხო, იგივე ამბავი ხდება ნინო დათაშვილის შემთხვევაში. ამდენი თვეები ეს ადამიანი ყავდათ ციხეში, აწამებდნენ ფაქტიურად, ხო? და დღეს ხვდებით, რომ 5000 ლარის გირაოთი უშვებენ ციხიდან. ანუ თუ ეს იყო შესაძლებელი, თუ ამ ადამიანებს თუ არ ქონდათ პროკურატურას არანაირი სამხილი და იმის ნიადაგზე ეს ადამიანი არის დღეს თავისუფალი, მაშინ საერთოდ რატომ იყო ის ციხეში და რატომ მიიყვანეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე. ჩვენ ვიცით ეს ამ ადამიანების მდგომარეობები, მაგრამ არ ვიცით სხვა დანარჩენი პატიმრების შემთხვევა. ხო, ჩვენ ვიცით რომ ზვიადი შიმშილობს, არ ვიცით იმ შეწყვეტა, მაგრამ მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია და სხვა დანარჩენი ადამიანებიც, რომლებიც ელენე ხოშტარია, რომელსაც ასევე ძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და უამრავი ადამიანი, რომელიც არის ციხის საქმეში გამოკეტილი. ელენე ხოშტარიას პატიმრობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მათ შეეძლოთ მოითხოვა პროკურატურა შეეძლო არ მოითხოვა საპატიმრო გირაო, უბრალოდ გარეთ ყოფილიყო ელენე და ისე დალოდებოდა სასამართლო პროცესს და ელენე ხოშტარიას დანაშაული ბრჭყალებში არის ის, რომ მან უბრალოდ არწერა გააკეთა რახი კალაძის პლაკატზე და ამის გამო ადამიანს ნებისმიერი პატიმარი, რომელიც სინდისის პატიმარი და ტყვე, რომელიც ქართულ ოცნებას ყავს დატყვევებული, ნებისმიერ მათგანზე არც ერთ მათგანზე მათ არ აქვს კონკრეტული სამხილები თუ რატომ არიან ისინი ციხეში და რატომ გამოკეტნენ ეს ადამიანები ამდენი ხნის საკნებში, ხო? ეს არის უსამართლო რეჟიმი და დღეს თუ სადმე ირღვევა მართლაც კანონი და ირღვევა სამართალი, ეს არის სასამართლო შენობები, პროკურატურის სრულ მოწმეების ხელით ირღვევა დღეს კანონი და სწორედ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მალე თვითონ დასხდებიან გასაჟდელის გამს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო აზი გაბუნია საუბრობდა ვათბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ტრადიციული საპროტესტო აქცია იმართება 326 დღეა, მალე 1 წელი გახდება, რაც საქართველოს მოქალაქეები უწყოდა დაპროტესტებენ, ეს დროშა გეცნობათ, ეს არის ზურაბ ჭავჭავაძის დროშა, რომელიც ყოველდღე მოაქვთ აქციაზე მის მეგობრებს, ნიშნად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭავაძე არავის ავიწყდება. ზურაბ ჭავჭავაძე 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული და კადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ამ კადრებში ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭავაძე უბრალოდ გადაადგილდება პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე. მას ბრალი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, წაყენებული აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე. როგორც გითხარით, 326 დღეა დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციების საქართველოს მოქალაქეები არ წყვეტენ პროტესტს.